ხო წარმოვიდგეთ და მოგვახსენოთ რა საკითხზე მოგზავნით ჩვენთან და ისეთ მოგსურთ. მე ვარ ნიკოლოზ ერშითემურ ტაბაღვა, რომლის მსახურობ დღესდღეობით ავჭალის წმინდა გიორგის მონასტერში. 12 აგვისტოს 2013 აგვისტოს როგორ გამომძიებელი ახაჭუმბაძე დაუკავშირდა ჩემ მეგობარ მურატ გაბონიას, რომელიც ითხოვდა ჩემი მობილური ტელეფონის ნომერს. ვინაიდან მე გახდა სხვა ჯამიაში მონასტერში ვერ მოხდა ის მეჩემთან დაკავშირება, მოგივე დამიკავშირდა მურატ გაბონია მეგობარი, რომელმაც მითხარო როგორ გამომძიებელი ახაჭუმბაძეს უნდა ჩემთან შეხვედრა. 13 აგვისტოს მე გამოცხადდი ქალაქის პროკურატურაში 11 საათზე, დილის 11 საათზე, სადაც ფოიეში დახვდა პროკურორ გამომძიებელი ახაჭუმბაძე, რომელმაც ამიყვანა თამის სამუშაო ოთახში. სამუშაო ოთახში შევედით, როგორც ჩვენ მოგები დავაპირე, სულ სხვა გამომძიებლები, დაახლოებით 4 პირი. და რის შემდეგაც შედგა ჩვენი საუბარი. რაზე ისაუბრეთ და რას გეუბნებოდნენ? და დაკითხეს თუ არა? ისინი ითხოვდნენ ჩვენით მიცემას, ჩემი მხრიდან. უშუალოდ ჩვენება შეეხებოდა ალანია ხაჭავა აფიციალურთა ბიბლიოთეკის საჯირის მოხდის პერიოდს. ჩვენი მიცემის პერიოდში ისინი ითხოვდნენ ჩემგან ისეთი ფაქტების დადასტურებას, არასებული ფაქტების დადასტურებას, რომელიც უშუალოდ შეეხებოდა ბაჩო ახალაიას მიმართებოდა მიზან მიმართულად ბაჩო ახალაიას მიმართებოდა ეს ფაქტები, რომ ბაჩო ახალაიას სულჩვენებით ბაჩო ახალაიასზე მეთქვა რაღაცები და ამ დადასტურების ფაქტებად ბაჩო ახალაიას დააზიანებდა საერთო ჯამში ისეთი ფაქტების აღწერა. ანუ ისინი ითხოვდნენ სულჩვენების მიცემას ბაჩო ახალაიას წინამდე? ისინი ითხოვდნენ სულჩვენების მიცემას ბაჩო ახალაიას წინამდე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყო შემთხვევაში შეკითხვები, რასაც მე პასუხობდი თქვა, რომ არა ეს ასე იყო, კონკრეტულად ეს ასე არ ყოფილა ეს ფაქტები, მაგრამ ვინაიდან შეკითხვა ეხებოდა ბაჩო ახალაიას, ისინი ამ ფაქტებზე ჩერდებოდნენ ამ ჩვენი მიცემის დროს, წერის დროს 4 კაცი უშუალოდ ამ დროს ახდენდა ჩემზე კაროსელი ტიპის რაღაც შეკითხვების რაღაც ისეთ პრობლემებს რა ვიცი ძალიან ზემოქმედები 4 რაღაც კითხვები და ისე დაავადებული კითხვები და ისე რაღაცებს ზემოქმედებდნენ იყო ესეთი ფაქტი რომ მაგალითად გამიყვანეს სხვა ოთახში როგორც მახსოვს როგორც მე გავარკვიე შემდეგში ეს ჩემი აზრით ასე ვთქვათ იყო ცნობილი ჯგუფის უფროსი რომელმაც პირდაპირ ასე მუქარით ითხრა რომ თუ არ მოხერხდებოდა ისეთი ფაქტების დადასტურება რაც მას აწყობდათ მოხდებოდა ჩვენი თანამშრომლობის ციხის, ყოფილი თანამშრომლობის ციხის 7 კაცის დაპატიმრება, მათ შორის ჩემიც და დააკავებდნენ ყველას ერთად. ანუ თუ თქვენ სულჩვენებას არ მიცემთ ბაჩო ახალაიას წინამდე დაგემუქრან დაკავებით? დიახ, მე პირადად და კიდე 7 კაცი, რომელიც მუშაობდნენ ამ პერიოდში ციხეში. სხვა რაიმე სახის შეურაცხყოფას, ცინიკურ დამოკიდებულებას ხო არ ქონიათ? იყო რაღაც გამომძიების მხრიდან ცინიკური შეხებოდა უფრო სამღვდელოების შემდგლობას რო შეხებოდა ისეთი რაღაცები ხანდახან საუბრები რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ყველაზე მეტად მიუღებელი იყო რომ ჩემი დაკითხვა მიმდინარეობდა ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დავიწყეთ დილით 11 საათზე როგორც მინიმუმ პროკურატურაში და მოვჩით ღამის 23 საათზე 12 საათი ვიყავი ერთ ოთახში მშიერი ვიცი ძალიან აი სულჩვენებას ხელი მოაწერეთ? კი, სულჩვენებას მიდო მოაწერე ხელი რომ უკვე 12 საათის განმავლობაში ერთ ოთახში ყოფნა და ეს 5-6 კაცის ზემოქმედება შეკითხვები და ეს იყო ჩემთვის დამღლელი და ფსიქოლოგიურად ძალიან შევიყრია მომენტში. ერთი მქონდა სული გასულიყავი ამ შენობიდან ამ ოთახში რომ ფსიქოლოგიურად დამშვიდობულიყავი და ეს ეწოლა თქვა აგრძელებულიყო კიდე რამოდენიმე საათები. ანუ ამ ზეწოლამ განაპირობა ხელის მოწერა თქვენი მხრიდან, ხო? კი. კონკრეტულად ისინი ითხოვდნენ ბაჩო ახალაიას მიმართ გეთქვათ სულჩვენებას. კონკრეტულად მაგათ დაინტერესება იყო ისეთი ფაქტის
ფაქტების დადასტურება ბაჩოხას მიმართ, რომელიც არ მოხდა.